საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალური პროკურატურა ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გადაცემას ელოდება. დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე ორგანიზაცია მეხუთე თვეუარს ამბობდა, თუმცა განაცხადეს, რომ მასალას პროკურატურას მიაწვდიან. მიმდინარე გამოძიებას არ ენდობიან ოპოზიციაში. მან დევაძე განაცხადებს თემას ახლა აღი ეთერში მან გისმენთ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურა სამართლიანი არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგების დაინტერესდა და ორგანიზაციისგან შესაბამის დოკუმენტაციას ამ დრომდე ელოდება, როგორც ძალოვან უწყებაში განგვიმარტეს ის ფედმა მასალების გადასაგზავნად დამატებითი დრო ითხოვა და მიზეზად დასახელდა დოკუმენტაციის დიდი მოცულობა, არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე დაწყებული გამოძიება კი ამ დრომდე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებების საფუძველია. ოპოზიცია პროკურატურის მიერ პიბიტით დაინტერესებას სამართლიანი არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს და არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას ფარს უწოდებს. მმართველი გუნდი ოპონენტების პოზიციას არიზიარებს და სამართლიანი არჩევნების ქმედებების უკან უცხოური ძალის გავლენას და პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავს, რომ ისფეთს დამატებითი დრო პარალელური ხმის დათვლის შედეგების ფალსიფიცირებისთვის სჭირდებოდეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი სამართლიან არჩევნებს თაღლით ორგანიზაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ისფედმა პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რომელიც ცესკოს მონაცემებს ემთხვევა, დონორების მითითებით არ გამოაქვეყნა. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, სამართლიანი არჩევნები ამერიკიდან დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ თანხებს ბრიუსელიდან იღებს და ეს ფინანსები საქართველოში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას ხმარდება. ნულოვანი ნდობა მაქვს საქართველოს პროკურატურის და მისი ყველა გამომძიებლის. ეს გამოძიება თავისთავად არის პოლიტიკურად მოტივირებული მასკარადი, რომლის მიზანიც არის პოლიტიკური რეპრესიებში ხელის შეწყობა, ხელისუფლების დანარჩენი შტოების. შესაბამისად, არც ერთ გამოძიებას ამ საკითხზე, რომელსაც აწარმოებს ეს უწყება, რა თქმა უნდა, არ ვენდობი პირველ რიგში და მეორე რიგში. პროკურატურის საქმე არ არის იჩხიკინოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების საქმეებში. ჯერჯერობით ამ ქვეყნის კონსტიტუცია ისევ მოქმედებს და ამ კონსტიტუციით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავისუფლები არიან თავის ქმედებაში და თავი დაანებოს ხელების ფათურს ამ საქმეში. არჩევნებს აყალბებდნენ ის ადამიანები, რომლებიც პირადობებს და პასპორტებს ართმევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენი პარტიის წევრებს. არჩევნების წინადღეებში არჩევნებს აყალბებდნენ ის ადამიანები, რომლებიც აძლევდნენ საქართველოში შემოსვლის უფლებას და CSKOS-ს ასე ვთქვათ მიერ იყო აკრედიტებული ადამიანები, რომლებიც იძებნებოდა დასავლურ სამყაროში, სწორედაც რომ იმის გამო რომ რუსეთის მხრიდან ჩაერია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამიტომაც როცა ვსაუბრობ ჩვენ არჩევნების გაყალბებაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, როცა მიდის ის არის ძალიან არაადეკვატური, ხა არაფერ შუაში არ არიან, არც ადამიანების მოსყიდვასთან, არც არჩევნო манипуляციებთან და არც ზონდერ ჯგუფებთან და კრიმინალური ელემენტების ჩართვასთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოადგენლები. გამოძიებისთვის რამეს საერთოდ აქვს თუ არა მნიშვნელობა და შეცვლის თუ არ შეცვლის, ეს სხვა საკითხია, იმიტომ რომ ეს გამოძიება ჩვენი წარმოდგენით არის აბსოლუტურად ფარსი. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ვინც აკვირდებოდა არჩევნებს, ყველაზე კრიტიკული დასკვნა დადო ამ ქვეყნის არჩევნების ისტორიაში. ითქვის ნიშანი არჩევნების გაყალბებასთან, სისტემური გაყალბების მეთოდებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კითხვის ნიშნებს საერთოდ კითხვის აღარ არსებობს, დიდი ხანია ესეა, რომ არჩევნები გაყალბდა სისტემურად. მათი ქმედება ყოველთვის მიმართული არის იქითკენ, რომ ასე ვთქვათ, გარკვეული სიყალბე შემოიდანონ და განახორციელა. ამიტომ, როდესაც მათ მოეთხოვათ ეს საბუთები და ეს მონაცემები, უკვე მეხუთე დღე არის და ისინი ამ დოკუმენტაციას არ გადასცემენ. რა თქმა უნდა, ამ დროს ჩდება ძალიან გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება კვლავ ცდილობენ გარკვეული ფალსიფიკაცია მოახდინონ მის გადაცემას პროკურატურისადმი, ჭირდება ძალიან მოკლე დრო, მაგრამ არ გადასცემენ ამას ობიექტური სახით, იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ ეს სიყალბე, რომელიც ქართული არჩევნების გარშემო მუდმივად იკერება ხოლმე მათი ხელით, არ გამოაშკარავდეს. ეს არის თაღლითი ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკული დაფინანსება უკვე ჩაიხსნა და ერთადერთი ამ თაღლით ორგანიზაციას დღეს აფინანსებს ბრიუსელი.
და ეს არის რა თქმა უნდა სკანდალური, როდესაც ორგანიზაციას, რომლის რეპუტაცია არის ნულის ტოლი, მათი ყველა არჩევნები ხარ დავაკვირდეთ ბოლო 4 წელს, წინა საპარლამენტო არჩევნები 2020 საპარლამენტო არჩევნები იყო და თაღლითობა ჩაიდინოს, 2024 წლის არჩევნებში თაღლითობა ჩაიდინეს. ამასეთ ორგანიზაციას ვაძლევ ფულს ევროპელი გადასახადის გადამხდელების. რა თქმა უნდა, ეს არის ფული, რომელიც ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას. 2024 წელს მათ უკვე დამალეს და არ გამოაქვეყნეს პარალელდათვლის შედეგები და მე ადრე ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სარწმუნო ინფორმაცია, რომ მათ ის რომ არ გამოექვეყნებინათ ეს შედეგები, მათ უთხრა ან უკანახმა მისმა დონორმა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მადლობთ, მაინა დევაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.